2000 არ იყო. ეს უპრეცედენტო ზომები მიუთითებს ზუსტად პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე. ისინი მოქმედებენ არა კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად, არამედ მათზე გაცემული პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად. მათ არ გახსენებიათ ნიკამელიას გირავ, ვიდრე ნიკამელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არ გახდა. გახსოვთ ხო კითხვას რო უსვამდით, რამე გააკეთეს თუ არა მოადის გასვლის შემდეგ და პასუხი მივიღეთ რომ არა, არაფერი არ გაუკეთებიათ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში, ხო? და გააკეთეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნიკამელიას სტატუსი შეიცვალა. შესაბამისად, ეს მტკიცებულებაც კიდევ ერთხელ ისედაც აშკარა ფაქტს, რომ რეალურად ადგილი აქვს ნიკამელიას პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნას, კიდევ ერთხელ ადასტურებს და ამყარებს ამ პოზიციას და ვითხოვთ, რომ დაერთოს საქმეს მტკიცებულების სახით და მოწმის სახით დაიკითხოს ივანე გულაშვილი, რომელმაც თქვა, რომ მან პირადად წაშალა ვიდეო კამერების ჩანაწერები შინაგან საქმეთა მინისტრის იმდროინდელი მოადგილის დავალებით. ბატონიკანო, რა თანხმები მტკიცებული? კიდევ ორ სიტყვას უშუალოდ ამ შუამდგომობასთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, მხოლოდ თუ მხოლოდ ამ შუამდგომობასთან დაკავშირებით შემიძლია თქვა, თუ ორი სიტყვა შემიძლია ცხოვრებაზე ვისაუბროთ. ხო, კი ბატონო, ამ შუამდგომობაზე ვთქვა და მაშინ მოგვიანებით სხვა საკითხებად შევეხები. ეხლა ყურადღებით გისმენდით, ჯერ პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეგობარს, კოლეგას, ვინც დარბაზშია, ხალხს მიჭერს და ვინც დარბაზის გარეთ არის და ყველა გულშემატკივარს, ვინც თვალყურს ალბათ გვადეულეს ეხლა ეთერი ტელეკომპანიის მეშვეობით მაინც. და თქვენც მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ არსებობთ, რადგან მართლაც ეხლა ხუმრობის გარეშე ენერგიას მაძლევთ და ბრძოლის ჟინს მიასკეცებთ და ენთუზიაზმს მატებთ და мотиваცია მეზრდება და მეზდება, როდესაც ვიცი რომ თქვენ არსებობთ და არსებობს ბატონი ბულბულაშვილისნაირი პროკურორები. ესეც ძალიან მაძლიერებს და ამისთვისაც მადლობა მინდა და ცინიზმის გარეშე გადამეხადა. ეხლა სულ არ არის საჭირო გისმენდით ყურადღებით ყველას ვამბობდი, ეხლა სამართლებრივი და იურიდიული განსწავლულობა აუცილებელი და მოსამართლეობა, რომ უსიტყვოდ უნდა დაკმაყოფილდეს ეს შუამდგომობა ადვოკატების და რატომ? თუ საუბარი არის ერთ იმ ადამიანზე, ყოფილ შინაგან საქმეთა სამინისტროს საკმაოდ თანამშრომელზე, რომელმაც თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მავალებდა და ვაყალბებდი რეალურად თქვენთვისაც იმ საქმის ფარგლებში მტკიცებულებებს აყალბებდა, რომლის ფარგლებშიც მე აქ მომათავსეთ ახლა, ხო? და ვასრულებდიო ამ ყველაფერს. ხო ეს ფაქტია. როგორ შეიძლება ახლა თქვენ მოსამართლე ბრძანდებით გინდოდეთ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და არ გაგიჩნდეთ სურვილი ამ ადამიანის დაკითხვის სასამართლო წესით, ხო? დამეთანხმებით აქ 2x2 ფორმულა მუშაობს, არა? ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ყველაფერს თავი დავანებოთ მტკიცებულების გაყალბებას და განადგურებას. დინამიკების კაბელები გადააჭრევინეს. რის შემდეგაც ზუსტად 45 წუთში ქაოტური ვითარება შეიქმნა, რომ მანამდე ნებადაღობა ჩამცხრალი იყო და არავინ არავიზე საერთოდ არანაირი სახით არ ძალადობდა. და ლიდერებს არ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ მოგვეწოდებიან მოსახლეობისთვის, აღშფოთებული მოსახლეობისთვის სამართლიანად იმ დღეს, როდესაც ეროვნული სულისკვეთება იყო განსხვავებული ყველა იქ ადამიანში და ეროვნულ გრძნობამ გაიღვიძა, ხო, ყველაში ვერ მოუწოდეთ, რატო? იმიტომ რომ გადაუჭრია ვიღაცას და ვის გადაუჭრია, აგერ ვიცით ვის გადაჭრა, ხო? ამიტომ ეხლა თუ ამას არ დააკმაყოფილებთ, გასაგები გახდება კიდევ უფრო ბევრი ადამიანისთვის, რაც დემსახურებით თქვენ და მე როლების სხვადასხვა ბუნებრივია. და მეორე, ბატონი კობახიძე, ეხლა პოლიტიკური ხელისუფლების არ ვიცი ნომინალურად ეხლა წარმომადგენელი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ სანამ თქვენ აქ იმსჯელებთ ჩემს დატყვევებაზე, როდის იყო 17 თებერვალს, აი თქვენ რომ წილვაში დაღლილი მღვდელის გამომეტყველებით, რომ ბოდიშით შეიძლება შეიკავეთ ბოდიშით კი მაქსიმალურად ვიქნები კორექტული მაქსიმალურად კორექტული ვიქნები დაწესებული მაქვს შინაგანი ცენზურა უკვე დიდი ხანია და მე ვთვლი რომ
არც თუ ისე წარუმატებლად მუშაობს, მაგრამ ყველა სიტყვა და შორისდებული ახლა ვერ იქნება დათაფლული და მაინდა-მაინც ბოლომდე კორექტული შემდგომარეობაში ყოფი ადამიანისგან, რაც თქვენ ჩემს მიმართ განახორციელეთ, არ უნდა ელოდოთ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ სიტყვებს და პოზიტიურ შეფასებებს. თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ იყო კორექტული საზოგადოების პატივისცემი და გამომდინარე პირველ რიგში, რა თქმა უნდა. ხო და ამიტომ ახლა სანამ თქვენ აქ საუბრობთ იმ ადამიანებს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, სანამ თქვენ გაჩენებას გამოიტანეთ ჩემს უკანონო დაპატიმრების თაობაზე, პოლიტიკურ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება გამოტანილი ჰქონდა, რომ მე ციხეში, საპატიმროში, სატუსაღოში და წავსულიყავ. ვიყო ეს ასე თუ არ იყო? თქვა ეს თუ არა ყობახიძე, აღიარა სიამაყე თუ არ აღიარა? აღიარა. თქვენ ხო უნდა თქვენს რეპუტაციაზეც იფიქროთ, ხო? ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ცვლილებების პირას დგავართ. ამაზე შევეგუოთ, ალბათო. ცოტა მომავლის გადოსახედიდანაც უნდა შევხედოთ ჩვენ თავებს, ხო თქვენს? რა სიტყვის თქვენი მეზობელი, თქვენი ნათესავი, თქვენი არ ვიცი თანაკლასელი 20, 25, 15, 10 წლის შემდეგ როგორი მოსამართლე იყავით? ამ საქმეზე ხო ჭეშმარიტება დადგინდება ყველა შემთხვევაში. დარჩენილი საპატიმროში გარკვეული პერიოდი თუ რამდენიმე წელიწადი თუ საერთოდ არ დარჩენ, მაინც ხო დადგინდება და ეს ლაკა ხო გაყვებათ და გაყვებათ, ხო? ამიტომ როცა პოლიტიკური ხელმძღვანელი ჩემთვის ეს ადამიანი არ უბრალოდ ყობახიძის გულისხმობ, ერთი ძალიან მდიდარი ადამიანის პირადი ადიუტანტი, ის არ არის ხელისუფლება, მას არ არის პოლიტიკური ბანა, კაპიტალი, მაგრამ აღიარა რომ გახარია ცუდი კაციაო. მე და გახარია შეთანხმებულები ვიყავით, რომ მელია უნდა დაგვეჭირაო და ბოლოს გადათქვა. და თქვენ გაჩენება არ უნდა გამოტანილი, ამიტომ ეხა ყობახიძე მოწმის სახით რომ არ დაიბაროთ და დაკითხოთ ეს რომ თქვენ რეპუტაციას კიდევ უფრო აპატიები შებრალავს, ხო მინიმუმ რუოთ ვთქვათ. ეს ასე იქნება. რა თქმა უნდა, გახარიასაც უნდა თანხმობა მიცემული თავიდან ჩემს დაპატიმრებაზე და ბატონ ყობახიძესაც. ეხლა რომ გამოდის ბატონი გახარია და თulis რომ და ცდილობს რომ თავი ისე მოაჩიოს, თითქოს იგი იყო წინააღმდეგი ჩემი დაპატიმრების თაობაზე, იგი ჩემი დაპატიმრების შესახებ რომ ყოფილიყო წინააღმდეგი, მისი უახლოესი მეგობარი დეპუტატები, მე ბატონ ბუბულაშვილს დაპატიმრების პროცესის მონაწილეებს, ვალდებულებას პროცესის მონაწილეებს პატივი ხო და გვარი თხოვართ. შესაბამისად ასეთი დამოკიდებულება როგორი ქალბატონი? ერთი წუთით. ბულუაშვილი, ბატონი ბულუაშვილი, ხო? კი ბატონო, ხო შემოშალა. ბატონი ბულუაშვილი. დასაგებია. რასო გამეწყდა ხაზრი. ბოდიშა, არ შემოწყვეტიოთ იმ პოზიცია გამემბრუნდება. პროკურორი. ერთი წუთით ბატონო ჩვენ მდგომარეობასთან დაკავებით. კი, ვასულე, პაპატი, ვასულე. ამიტომ გახარეს დაკავშირებით გავაკეთო რომ სიცხადე შევიტანო ეს ადამიანი რომ გამოდის ეხლა და საუბრობს რომ ეწინააღმდეგე ვიყავი. რაცავე პარადოქსი იყოს ამ შემთხვევაში რომ პირველად არის ყობახიძე ასე თქვათ გულწრფელი. იმიტომ რომ გახარია რომ ყოფილიყო წინააღმდეგი ჩემი დაპატიმრებისა, ხო? მისი უახლოესი მეგობრები მე ასე თქვათ იმუნიტეტს არ მომიხსნიდნენ, არა? რამდენიმე მისი რასაც ჩაძახებს, იმას ამოძახებს რამდენიმე ადამიანი. გახარია გულს. ამიტომ ეს უბრალოდ სიცხადე შევეტანო ამ საკითხში. ამიტომ ალბათონო მოსამართლე, ხო? მიჭირს ამ ყველაფრის რაღაც დაგიმოვოთ, მაგრამ რომ მაინდა-მაინც გია თუ რა ჩემს მოედანზე ხარ და პატივი მეცდო, მეც ეგ ალბათონო მოსამართლე ასე გიწოდებთ. უნდა დააკმაყოფილოთ ეს შუამდგომლობა, ვინაიდან ამაზე მყარი არგუმენტი და არგუმენტები, მთელი კასკადი, რაც თითოეულმა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ჩემს უფლებებს იცავს და მე მოვიყვანეთ, არ არსებობს, სულ არ არსებობს. ეხლა თქვენს ადგილზე ნებისმიერი მოქალაქე რომ დაждდეს. ხო? მარტივია რომ შეგვიძლია და ეს შეგვიძლია დაკმაყოფილდეს. ერთი ადამიანი, ვინც აყალბებდა მტკიცებულებას ამ საქმის ფაქტებში ძალიან საინტერესო არის ამ საქმისთვის, სხვა ჭეშმარიტებას ვერ დააგებ, გამორიცხულია და მეორე როგორ მოხდა რომ სანამ თქვენ მე ციხეში გამიშვებთ, ხო? და განჩინებას გამოიძახეთ, მანამდე
პოლიტიკოს ერთმა, ორმა და ხუთმა პოლიტიკურმა საბჭომ, არ ვიცი ამდენი არიან, მიიღო გადაწყვეტილება, მე წავსულიყავი და სანამ თქვენ აქ მსჯელობდით, მე ტელევიზიით გადავიდით თვალყურს, ოფისის მიმდებარედ სპეცნაზის მობილიზაცია იწყებოდა. ესეთი რაღაცა ხო არ ხდება, იმიტომ რომ ყველაფერი რესურსთან არის დაკავშირებული. ყველანაირი ლოჯისტიკური, ასე ვთქვათ, მზადყოფნა, ადამიანების მოყვანა, აღჭურვა, ეს ხო ფული არ ხდება ამ ბრძანების გაცემა, თუ არ იცის შესაბამისმა სამსახურმა, რომ ესა თუ ის ადამიანი უნდა წარსდგეს კანონის წინაშე და უნდა მოთავსდეს პატიმრობაში, იმიტომ რომ მოსამართლემ უკვე გადაწყვეტილება მიიღო დაპატიმრების თაობაზე. თქვენ არ გქონდათ ეს გადაწყვეტილება მიღებული და იქ ფუსფუსებდნენ უკვე სპეცნაზელები. ამიტომ ეს არის ისეთი რაც მიდოდა დანარჩენს მოგვიანებით მოგახსენებთ. ეთანხმებით შუამდგომლობა. რა თქმა უნდა. ებაქვიძე და ივანე ბულაშვილი. მასალა სისხლის სამართლის საქმეს და მოხდეს ხსენებული პირების მოწმის სახით დაკითხვა პროცესზე. მადლობა. და იმაჩნია ბატონო მოსამართლე, რომ აღნიშნული შუამდგომლობის დაუკმაყოფილება ნამდვილად ახმული იქნება და მიიჩნევა ძირითად უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის და 29. ალბათ მეც უნდა გამიგოთ ეხლა რატო გონიათ რომ არ ადამიანს ეხლა ან პატივისცემ ან პროკურორად აღვიქვრო, მაგრამ საზოგადოების პატივისცემის ნიშნად გეუბნებით შინაგანად ცენზურა დავიწეს. ეს ბატონი საუბრობს, რომ ჩემი თურმე თვით მიზანი ყოფილა ვიღო უბრალოდ უწერენ და ამას საუბრობს, ახმოვანებს. რომ ჩემი თვით მიზანი არის პატიმრობა. ჯერეთიც რატომ გონია რომ ჩემი თვით მიზანი უნდა იყოს პატიმრობა, როდესაც თავდადობის გარეშე მეგობრებთან ერთად ბევრად უფრო ეფექტური ვარ ციხის მიღმა თქვენი დანაშაულებრივი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვიდრე ციხეში. ჩემი თვით მიზანი ეს რატომ უნდა იყოს? ან რატომ უნდა სიამოვნებდეს გამოკეთვა პატარა საკანში და 24 საათიანი რაღაცა ვიდეო სათვალთვალო კამერების მეთვალყურობის ქვეშ ცხოვრება. რატომ უნდა სიამოვნებდეს? რატო არ უნდა მინდოდეს ან ოჯახთან ურთიერთობა მეგობრებთან და ბავშვთან? ეს როგორ შეიძლება იყოს ნორმალური ადამიანის თვითმიზანი? ეს თუ ჩემი თვითმიზანია დაუშვათ, ხო? ჯგარით ის გარები მაშინ როგორც მოკეთეთ ციხის. ეს ერთი მეორე იტყუებით ბილად რო თქვა რომ ეს არ არის თქვენი თვითმიზანი რომ მე ვიყო ციხეში. აი ამას საუბრობ თქვენ ყოლბახიძე და ეთნი ხართ. თქვენ არავინ არ დაგაბრაოთ პროკურორობა. ეს ბატონი საუბრობს და ყოლბახიძეები და ვიღაცეები ბიძინა ივანიშვილები, ეს ადიუტანტები, რომ თურმე მათი თვითმიზანი არ არის ჩემი პატიმრობა. არა და ეს ბატონი 2 წელიწადია თუ კი რამეზე საუბრობს ჩემს პატიმრობაზე. პარლამენტში პირველად დილის 8 საათზე რომ გამოცხადდით პატიმრობა არ მოიწოვე ჩემი მტკიცებულება რო არ ქონდათ საერთოდ წარმოდგენილი და კოლეგებმა ჩემო ვითომ კოლეგებმა და იქ სამართლებრივს დააღინიშნოს 5 მართლაც თავმოყარე დეპუტატი ქართული ოცნების აღმოსტა რომელმაც უკანონობას წვალაშუქი არ აუწო. ეს ბატონი იმ დღიდანვე საუბრობდა ჩემს პატიმრობაზე. და მე ხო საუბრობდა. უბრალოდ იმ თვითმიზანმა, როდესაც მარტო დავჭი პანსაპაოდო დარბაზში, როდესაც თელმა ქვეყანა 6 თუ 7 თუ 8 საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში იხილა და მოგისმენათ, რომ მტკიცებულება არ ქონდათ, მე დავიმოვი წარმოგეშვებათ მოსკოვიდან. უბრალოდ ვეღარ გაბედოთ დასაჩემი დაპატიმრება. იმის შემდეგაც საუბრობთ. მანამდე ცოტა უკაცრავად რა ხდებოდა. გავრილოვი რო ჩასვეს იქ სადაც არ უნდა ჩაესვათ, ბიძინა ივანიშვილი გახალთული, ფერდაკარგული გამოვიდა და თქვა ვთმობ პროპორციულ არჩევნებს, პროპორციული საარჩევნო სისტემა თქვენ, იმიტომ რომ ბევრი ხართ, იმიტომ რომ ღელავთ, მართლები ხართ, მაგრამ ვიღაცებს გავიჭერთ. და რამდენიმე დღეში გამოუგონოს ბატონი ამერა, უბრალოდ გამოიყვანეს. ბატონო რაღაცა გამიცევ ეხლა, იმიტომ რომ გუწმელია. გამოიყვანეს, გასაგებია. გამოიყვანეს ბატონი ამერა.
ივანიშვილის დავალების შემდეგ და ჩაატარებიეს ბრიფინგი, რომ ველია უნდა იქნეს დაკავებაში და შე. ამის შემდეგ 2 წელიწადია გასული სახელმწიფო გადატრიალებას გადავებია პარალელურად. ძალად 100 და შემდეგ. საარაკო სიგიჟეს. კანონები თვითონ წაშალეს. ეს უასე იყო საჩერბუდი, რა შეგუდი. ვითხოვდით ყუბახიძეს გადადგომას. შესავალ სიტყვას. დიახ, ის გადადგომას ვითხოვდით, ხო? არა და მანამდე მე როგორც პარლამენტის წევრი უკანონოდ პარლამენტი გამოვარდა საერთოდ. ეს ერთი წუთი თუ შეიძლება მინდა კონკრეტულად თქვენც იცოდეთ. რა უძღვნა წინ? რა უძღვნა წინ? შესავალ სიტყვაში ბრძანეთ მაშინ. არა, ორი წუთი ვასრულე, ბევრი აქ არ არის სასაუბრო რა. ხო, ამის შემდეგ 2 წელიწადია დამოკლეს מחვილივით ეს საქმე დამკვიდეს ისევე როგორც მათი შერია ტრადიციისამებრ. და ეგონათ რომ ამ გამბედაობას შემიცირებდნენ ან აქტიურობას არ გამოვიჩენდი, იმიტომ რომ იცოდი რომ ხელყინულზე დავდიოდი. ხო, როცა მოვდივარდი დამიჭერდი, როცა უნდა არ დამიჭერდი. 2 წელიწადია მოწმე არ დაუკითხავთ. მტკიცებულება არ გამოუკვევიათ. აი ესე სახელმწიფო გადატრიალების ფარგლებში ვარ გავდებულა საქმის მაგერში და ესე მიაგდეს. და ესე რომ საუბრობენ რომ სამეჯური მოიხსნაო, რომ ბიუჯეტერი და გირავ, აი ამაზე მინდა თქვენც იცოდეთ. როდესაც მთავარი პოლიტიკური ამოცანა იქნა შესრულებული ჩვენი და პროპორციული საარჩევნო სისტემა დათო ივანიშვილმა, დიახაც პირველ ჯერზე უკანონო გირავ და სამეჯურიც კი მივიღე. იმიტომ რომ ბევრად უფრო დიდი სიკეთე დაიდო ძალდატანებით დავადებები ბიზნესმენებს, ვიდრე ბევრ წარმოედგინა. მაგრამ მივიღე. და თან გასმდგარი იყო არჩევნები. ამის შემდეგ, როდესაც ივანიშვილმა მოგვატყუა ის როგორც გვატყუილეს მთელი წლების განმავლობაში, აი გადაწყვეტილებებში თქვენი კოლეგები რომ გამოვიტანენ ხოლმე. მე მარტო გირავად გადახდა, კი არ დამკისრებია და სამეჯურის კეთება. ალბათ. იქ ეწერა რომ მელია სახლიდან არ უნდა გამოვიდეს პროკურორის გარეშე და მელიამ არ უნდა თქვას სიტყვა საზოგადოებრივი თავისუფლების ადგილებში. პუნქტებად იყო, ანუ გირავო, პასპორტის ჩამოთვლა, მიტინგზე სიტყვით არ გამოხვიდი და სახლიდან არ გამოხვიდი. ისევე პროკურორს არ დაურეკო, არ გაგუკლება. წინა შემთხვევაში დაგიჭერთ. ვარღვევდი პირველივე დღიდან. იმიტომ რომ უსამართლო იყო და იმდენად ვარღვევდი რომ განში წავედი და კამპანია ჩავატარე მეგობრებთან ერთად ვიყავი საერთო ოპოზიციური კანდიდატი და მოგიგეთ არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ოფისი დავიწვით და იარაღი დათარეშობდა, ხალხი და არც ერთი მათგანი არ დაჯდა. კი ბატონო. 2 წელი როდესაც ათქვა მოსამართლე ხართ. მერია რომ სახლიდან გამოდიოდა და გამოდიოდი და არ უეკავდი პროკურორს. ბატონო ნიკა. როდესაც სიტყვით მიტინგზე თუ შეიძლება გამოდიოდი და დავასრულებ, გამოდიოდი სიტყვით, ხო არ ვედი იმ გაჩინებას. რატო გუგლე დიახაც აი ის რაც ჩაიდინა 31 ოქტომბერს, მას შემდეგ ის უსამართლო ჩერხეზე არ დაყოფილიყო. და ეს არ არის გირა, ეს იყო უბრალოდ რაღაცა კი ბატონო, ბატონო. ეს იყო გამოსასყიდი. ვასრულებ. ეს ადამიანები ძალადობენ. არა მარტო ჩვენზე ვიდეოები თქვენ არაფერი ისე არ მაძლიერებს და ისეთ ენერგიას არ მაძლევს, როგორც იმის გაცნობიერება, რომ თქვენ ხართ ჩემი მოწინააღმდეგეები. იმიტომ რომ მართლაც გონია რომ სწორ ხარისხზე ვდგავა ხალხთან ერთად. და ესენი ძალადობენ კანონის სახელით, თქვენს მათ შორის, მაგრამ იმას ვერ იგვალისწინებთ. თუ შეიძლება რომ თქვენი ძალადობა გაკეთება და სასამართლო თუ შეიძლება ავასრულებ ხა იმას გავიდი კი ბატონო ამაზეც ვიტყვი თუ შეიძლება ბევრჯერ ამბობთ რომ სასამართლო არის ამაზეც ვიტყვი ჩემ პოზიციას კი ბატონო გავიდი ვასრულებ თქვენ ძალადობთ ჩემზე კი არა უდიდეს ნაწილზე ქვეყნის ამ შემთხვევაში ჩემზე მაგრამ იმას ვერ ითვალისწინებთ რომ თქვენი ძალადობა კანონის სახელით არ აღემატება ჩემს ღირსებებს, გამიგეთ? და ვერ გამტეხა. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან იმას რაც როგორც ჩანს ძალიან გწყინთ და აი ხიჭუით გესობა ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ საუბრობთ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, თქვენ იცნობთ განსაკუთრებით თქვენ ბატონ ჩინჩალაძე ძალიან კარგად, ხო? მე ბატონი ჩინჩალაძე ხარ პროკურატურა როცა იყო იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში
დავასრულებ, თუ შეიძლება. ვეღარ დაასრულე. ის იუსტიციის თანამშრომელი ვიყავი და ეს ბატონი პროკურატურაში გადიოდა, პროკურორი, მესწავლებლები და აღმოჩნდა მე გავიგე. მოსამართლე ყოფილა, ოღონდ კომენტარი. დაასრულეთ თუ განცხადება. შეიძლება. ამიტომ და შემდეგ უკვე შესავალს. არა, ამიტომ ნურწყვით. კი არ უნდა გეწინოთ. ბატონო ნიკა, თქვენი რეალური სახე იქ წარმოჩინდა ეხლა ახლოვანი საათის წინ, როდესაც მოიგჯერზე უარი თქვით საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად შესაბამისი ღონისძიებების დასატარებლად ბატონი კობახიძე მოგეყვანა. თქვენ მე ახლა ვოძგიდოდეთ, მესმით? თქვენ არასამართლო დაუწყებთ ირაკლი ოქროშვილი გაასამართლეთ ის არის გაასვით წითელი ხაზზე და თქვენ დამნაშავეა და ხუთი ციხეში გავუშვით, ხო? მაგრამ იცით რა შეა თქვენი პროკურორობა და პროკურორობა ვასრულებ ერთი წუთი წარმოვიდა. თქვენ მე გამამტყუნეთ ივანიშვილის საკითხი, მაგრამ ისტორია მე გამამართლებს. არ არსებობს ამ საქმეზე ისტორია გამამტყუნებს. არ არსებობს, იმიტომ რომ თქვენ დამნაშავეა და ხუთი ციხეში გავუშვით, ხო? მაგრამ იცით რა შეა თქვენი პროკურორობა და პროკურორობა ვასრულებ ერთი წუთი წარმოვიდა. თქვენ მე გამამტყუნეთ ივანიშვილის საკითხი, მაგრამ ისტორია მე გამამართლებს. არ არსებობს ამ საქმეზე ისტორია გამამტყუნებს. არ არსებობს, იმიტომ რომ ხვალდაზე იგივე რომ გააკეთოთ, იგივენაირად ბატონი გავლიური რომ ჩაჯდეს, ისევე არ განეგვიძება მე ეროვნული სიამოვნე, როგორც ათექოსობით ქართულ და კამო რუსთავის გამზირს. ეს მითქვენ? ბატონო ნიკა, რომ დაასრულეთ განცხადების გაკეთება, ვისმენთ შესაძლოა. კარგად, გაითვალისწინეთ, მალე მიიღეთ გადაწყვეტილება, ამისენით, რას აპირებთ? კითხვაზე პასუხიც კი არ გამიცით, მოსამართლედ უწოდეთ თქვენთანზე. განცხადება, მომისურვეთ, თქვენ მართლა მოსამართლედ გეუბნებათ, ესმის? რა მიმართვა არის ეს? რა მიმართვა არის და რაც დათესოთ, შესავალ სიტყვებზე ვართ მოვისმენთ ბრალდების ხარი შესავალ სიტყვას და არ გაქცეს ეს. უსამართლოდ. დაანო უსმენო ბატონ პროკურორია, თქვენი თქვენისა ზოგადად პროკურორია. თქვენ ერთი წუთი. ერთი მოგეკითხა შეიძლება? ბატონო ნიკა, მოგეკითხა შეიძლება? გენ გავასრულებ. კითხვა არ შეიძლება, გაგიმარტოთ რომ თქვენ მაშინ მოსაზრებას ვიტყვი. წინა სასამართლოს დომაზე თქვენ გაწევებული ავით სასამართლოს. გასაგები, სიმართლის twist. შესაბამისად, როგორც სიმართლე. როდესაც საუბრობ, თუ შეიძლება თავი შეიკავოს. არ მესწრებს პირდაპირ არ მესწრებს გასაუბრებლად. შესაბამისად, წინა სასამართლოს დომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და თქვენ დავშებასთან დაკავშირებით. მოგეცათ შესაძლებლობა, რომ სასამართლოს დომებზე მიიღოთ დაკმაყოფილია. შესაბამისად, თქვენ უფლებების განხორციელების რეალიზაციაში სასამართლოს მიეცით შესაძლებლობა, რომ გამოიკვლიოს ის მტკიცებულებები. შესაბამისად, ერთ ხაზას უკვე დავждები. ერთი პარადოქსი, თავდადო, ერთი პარადოქსი. ბატონო პარადოქსი არის, ვждები. პარადოქსი არის, სასამართლო პარადოქსია და პარადოქსების ჩამონათვალში ერთ-ერთ გესეულადს დაიკავებს. ვართ სასამართლოს შენობაში, სასამართლოს სტოლათა დარბაზში. ბატონო ნიკა. მიმდინარეობს სტოლა, რომელსაც მოსამართლე არ ესწრება. ბატონო ნიკა, შენიშვნას გაძლევთ ასეთი განცხადებების გაკეთებისგან. ბატონო მოსამართლე, წარმოგიდგენთ ბრალდების ხარის შესავალ სიტყვას ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე ეს ასე თქვა ზეპირად გავაჟღერებ ჩვენს პოზიციას და შემდგომში მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მოვხდით ვიდეო მასალის გამოკვლევას, რომელიც საქმეში არის განთავსებული. ბატონო მოსამართლე, თქვენ დღეს განიხილავთ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც ბატონო დარბაზში დაიცავით წესრიგი. გააგზავნეთ. დარბაზში დაიცავით წესრიგი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაძევებული იქნებით სასამართლოს ხდომის დარბაზიდან. თქვენ ბატონო მოსამართლე დღეს იხილავთ სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც შეეხება ნიკანორ მელიას მიერ ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვის სინუქის დაზიანება და განადგურება იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი. ბატონო მოსამართლე, ეს დარბაზში დაიცავით წესრიგი. შემდეგ უკვე აღარ განმარტავ წესრიგის დაწვაზე. უკვე სხვა ღონისძიებებს მიიღებს. ბატონო მოსამართლე, ხმაურობა უშუალოდ ეხება ჩუდად ისმის ხმაურ. კარგი. იარაღის ბატონო მოსამართლე, დარბაზიდან უნდა ვიღებდე წესებს ილაპარაკოთ რა. დარბაზში
მაგით უთითებ, რომ ხმამაღლა ისაუბრეთ.